გამარჯობა, ჩემო ჰაეროვანო და ცვალებადო ტყუპებო. ეს არის შენი კვირის დეტალური ასტროლოგიური გზამკვლევი. გაიგე რა გელოდება სიყვარულში, კარიერაში, ფინანსებში, ჯანმრთელობასა და იღბალში და როგორ გამოიყენო ეს დღეები შენს სასარგებლოდ. ზოგადი ატმოსფერო. კვირა იწყება ნეიტრალური ტონით, მაგრამ ნელ-ნელა ვარსკვლავები ამღვრევენ წყალს, ახალ იდეებსა და მოულოდნელ ადამიანებთან შეხვედრას უნდა ელოდო. ინტუიცია აქტიურ ფაზაშია, ამიტომ მიხევი იმას, რაც შინაგანად სწორად გეჩვენება. სიყვარული. დაწყვილებული ტყუპებისთვის შესაძლოა ერთი პატარა გაუგებრობა გაჩნდეს პარტნიორთან 6-7 აგვისტოს, მაგრამ კომუნიკაციის ოსტატი ხარ, პატარა ღიმილიც კი საკმარისია ყველაფრის გამოსასწორებლად. თავისუფალი ტყუპებისთვის 8 აგვისტოს გარშემო ვიღაც ჩნდება, ვინც გამორჩეულად დაგაინტრიგებს. ნუ იჩქარებ, მაგრამ არც დაკარგო ეს შესაძლებლობა. კარიერა და სწავლა. ეს კვირა იდეალურია იდეების გაზიარებისა და პრეზენტაციებისათვის. შენს უნარებს აფასებენ. თუ რაიმე პროექტზე მუშაობ, დროა მოითხოვო დახმარება, მარტო ნაკლებად ეფექტური იქნები. 7 და 9 აგვისტოს საუბარი ავტორიტეტთან, მაგალითად უფროსთან, წარმატებით დასრულდება. ფინანსები. ფულის დინება სტაბილურია, მაგრამ რამდენიმე წამიერილ ტოლა შეიძლება გაჩნდეს ნივთის ყიდვისკენ, რაც რეალურად არ გჭირდება. თავი შეიკავე იმპულსური შესყიდვებისგან 5 და 8 აგვისტოს. ჯანმრთელობა და ენერგია. ნერვული გადაღლილობა მარტივად დაგროვდება ამ კვირაში. სცადე სეირნობა ან სოციალური მედიისგან მცირე წვეთა. საკვები, განსაკუთრებით წყალი და ვიტამინები, შენი ენერგიის მთავარი მოკავშირეა. იღბალი და მაგია. 10 აგვისტოს პლანეტარული განლაგება შენს ნიშანში განსაკუთრებულად აისახება, გამოიყენე ეს დღე ახალ დასაწყისებად ან სასურველი ნაბიჯის გადასადგმელად. ასევე, თილისმების ტარება ამ კვირაში უკეთ მოქმედებს. ტყუპის სიმბოლოთი სამკაული შეიძლება მაგარი იდეა იყოს. დაწერე კომენტარებში, მე მზად ვარ იღბლისთვის და სამყარო შენსკენ შემოტრიალდება. არ დაგავიწყდეს ლაიქი, გამოწერა და ზარის ჩართვა, რადგან შემდეგ კვირას კიდევ უფრო მაგარი ამბები გელოდება, ჩემო ტყუპებო.